თეორია იმ სახით და როგორც გვაქვს მოწესრიგებული კანონში, როგორც არის მოცემული კანონში, 979 მუხლის მეოთხე ნაწილში, ეს არის გერმანული, ესე იგი, ფაქტობრივი სინალაგმის შესახებ მოძღვრების გერმანული თეორიის, რომელიც ითვლება ყველაზე, ასე ვთქვათ, კარგად დასაბუთებულ ვერსიად საბრძოლო თეორიისა, ამ შედეგისა, ხომ რამდენიმე თეორია და მოძღვრება ფაქტობრივი სინალაგმის შესახებ ითვლება სულმცირე სამეცნიერო ასე ვთქვათ წრეში ყველაზე მყარ დოგმატურ დასაბუთებად ამ თეორიისა და ეგ უწერია კანონში და ამბობს იმას რომ რაც აღწერეთ წინა პოდკასტში ხო რომ ორმხრივი არანამდვილი ხელშეკრულების უკცევისას თითოეული მხარე მხოლოდ მაშინ იბრუნებს თუ აბრუნებს და მხოლოდ იმდენს იბრუნებს რასაც აბრუნებს ეხლა მინდა შევეხო გამონაკლისებს ამ სალდოს თეორიისა. თვითონ ეს ნორმა მოცემულია საგამონაკლისო წესის სახით, ანუ ეს სალდოს თეორიის დეფინიცია მეოთხე ნაწილში გვაქვს აღწერილი მგვარად, რომ საგამონაკლისო წესია აღწერილი და იქიდან გამომდინარეობს უკუდასკვნით ზოგადი წესი. და საგამონაკლისო წესის სახით რაც არის მოცემული, წერია, რომ ეს ორმხრივი უკუქცევის წესი არ მოქმედებს თუ გარიგება ბათილია იმ საფუძვლით, რომელიც იცავს ერთ მხარეს. ანუ მოქმედებს მაშინ ცალმხრივი უკუქცევის წესი, ცალმხრივად წაიღებს ყველაფერს, რაც გასცა ბათილი გარიგების საფუძველზე და თვითონ კი სანაცვლოდ არ დააბრუნებს არაფერს. ეს წერია, ხო? თუ ასე ვთქვათ, ბათილობის ნორმა იცავდა იმ მხარეს, რომელსაც უნდა რომ არ დააბრუნოს არაფერი, მაშინ არც დააბრუნებს. რას ნიშნავს იცავდა იმ მხარეს ეს ბათილობის ნორმა და ეს შეესატყვისება ბათილობის ნორმის მიზანს. ეს ნიშნავს ყველაზე მარტივად სამართლის წესები აიხსნება ასე ვთქვათ კაზუსების საფუძველზე და ეს არის ერთ-ერთი ენა სამართლის. ავიღოთ ესეთი შემთხვევა ყავს მაგალითად შვილი 14 წლის ბავშვი რომელიც ადგება და მამის ჯიბიდან ამოცლილი ფულით იყიდის მოპედს, ხო? ამოასლის მამას ჯიბიდან რაღაც შესაბამის რაოდენობის ფულს, თქვათ 600 ლარს და წავა და იყიდის მოპედს. ხო, მე ადგება და ეს ამ მოპედს შემთხვევით დალეწავს და ამის შემდეგ კიდევ უკვე ის არის, რა ქვია, მშობლები გაიგებენ ამის შესახებ, არ იწონებენ ამ გარიგებას და უნდათ უკუქცევა, უნდათ რომ ეს 600 ლარას მათმა შვილმა გადაუხადა გამყიდველს უკან დაიბრუნონ, ხო? გამყიდველი თანახმად ეს 600 ლარი დააბრუნოს, მაგრამ სანაცვლოდ ითხოვს მოპედს, რომელიც აღარ არსებობს. ეს ბავშვი რო არ ყოფილიყო არასრულწლოვანი, როგორც აღწერეთ, ამოქმედებოდა სალდოს თეორია, რაც ნიშნავს იმას, რომ ვერ მიუთითებდა, ესე იგი ეს შვილის მხარე, არასრულწლოვანის მხარე ვერ მიუთითებდა განდიდრებაზე და თუ უნდა რომ დაიბრუნოს თავისი 600 ლარი, უნდა ანაზღაუროს მოპედის ღირებულება, რაც ახლა უაზრობაა, იმიტომ რომ თუ რას მაშინ აქ აზრი მხოლოდ როდესაც გაცემული აღემატება, ესე ვთქვათ, მიღებულის ობიექტურ ღირებულებას და ისიც იმ ნაწილში ობიექტურ ღირებულების ნაწილში გაიქვითება და მხოლოდ ვთქვათ ზედმეტად, ანუ საბაზრო ღირებულებაზე მეტად გადახდილს მოითხოვს. ხო, ნებისმიერ შემთხვევაში მოკლედ სამხრივად ვერ წაიღებდა არასრულწლოვანის მხარე, არასრულწლოვანი ამ 600 ლარს, ისე რომ არაფერი არ დაებრუნებინა, ხო? იმიტომ რომ სალდოს თეორია არის ეგ, რომ ორმხრივი უკუქცევის წესი. ეს ფაქტობრივი სინალაგმი. თუმცა აქ ესეთი რამე რომ დაუშვათ რომ ამ ბავშვს მოუწიოს მოპედის ღირებულების ანაზღაურება, უბრალოდ ანუ სამხრივად ვერ დაიბრუნოს ეს 600 ლარი და იმის ანუ იდეაში თუ მოპედიც 600 ლარი ღირდა საბაზრო ღირებულება იყო, მაშინ ბოდ გაიქვითება, ხო? ანუ ვერაფერი ვერ დაიბრუნოს. ეგ ნიშნავს იმას, რომ რაღა ბათილი ყოფილა ეს გარიგება და რაღა ნამდვილი. შედეგი დგება იგივე, რომ რეალურად არასრულწლოვანს ესე ვთქვათ, რისგანაც უნდა დაგვეცვა არასრულწლოვანი, ხო, სამართლებრივი ვალდებულებისგან, რომ არ შეუძლია დადოს ნამდვილი, ესე ვთქვათ, გარიგება თუ ამ გარიგებას მისთვის
მოაქვს სამართლებრივი ვალდებულება და ნასყიდობა არის ეგეთი. ხო, აქ გამოვიდა რომ მაინც შეუძლია, იმიტომ რომ შედეგი იგივე დადგა, რომ ფული რჩება გამყიდველს და არასრულწლოვანი რჩება მშრალზე, ანუ არ აქვს მნიშვნელობა, ხო, არც მოპედი არ აქვს და არც არაფერი, ხო, ესე იგი, გარიგების გაბათილების მიზანი რაც იყო არასრულწლოვანის დაცვა, რომ არ მოუწიოს გადახდა, ჩაიშალა სალდოს თეორიით ჩაიშლება, თუ სალდოს თეორიით, თქვათ, დაუბლოკავთ არასრულწლოვანს სამხრივად მოთხოვნის შესაძლებლობას, გამოვა, რომ გინდ ბათილი ყოფილა ეს გარიგება, გინდ ნამდვილი, მაინც არასრულწლოვანი ვერაფერს ვერ დაიბრუნებს, ხო? კი, გარიგების ბათილობა ჩავშალეთ არასრულწლოვანის დაცვის მიზნით, რომ ვალდებულება, ასე ვთქვათ, არ შეტენოდა სამართლებრივი, მაგრამ გამოვიდა, მაინც შეეტენა, ხო? იმიტომ რომ კონდიქციაში სალდოს თეორიამ იგივე შედეგი გამოიწვია, რასაც გამოიწვევდა გარიგების ნამდვილობა და რაც არის არასწორი. იმიტომ რომ ესე ვთქვათ, მთლიანი ეს არასრულწლოვანის დაცვა ქარწყლდება და წყალში იღრება მთელი ეს იდეა, ანუ ვერ ხორციელდება. ხო, თუ მიღებული ნივთი გაუნადგურდა, ხო? თუ მიღებული ნივთი გაუნადგურდა, გამოვიდა, რომ არც გარიგების გაბათილებას აზრი აღარ აქვს. რაც არასწორი, არასრულწლოვანი დასაცავია, ესე ვთქვათ, არასრულწლოვანთა დაცვა არის ერთ-ერთი მთავარი და ცენტრალური, ესე ვთქვათ, თემაც და ესე ვთქვათ, ცენტრალური სუბიექტი დაცვის კუთხით სამოქალაქო სამართლის, ესეთი არქეტიპული სუსტი სამოქალაქო ბრუნვაში, რომელიც დასაცავია ნებისმიერ ფასად, ხო? და მისი დაცვა, რა თქმა უნდა, ამ სალდოს თეორიის იდეას გადაწონის და შესაბამისად აქ ხდება ის, რაც წერია პირდაპირ, თქვათ, წერია მეოთხე ნაწილში, რომ გარიგება ბათილი იყო არასრულწლოვანის დაცვის მიზნით ამ 73 მუხლის მიხედვით, ვთქვათ, მოწონებაზე უარის შემდეგ მშობლების მხრიდან გაბათილდა სამუდამოდ ეს გარიგება, ეს ნორმა იცავს არასრულწლოვანს და მოდის წინააღმდეგობაში სალდოს თეორიასთან, ხო, ორმხრივად უკუქცევის წესთან და გადაწონის ეს ნორმა და მისი დაცვის მიზანი, კერძოდ აი არასრულწლოვანის დაცვის მიზანი გადაწონის და დაიშვება გამონაკლისი სალდოს თეორიიდან, კერძოდ არასრულწლოვანს აქვს უფლება, რომ ცალმხრივად დაიბრუნოს და სამგიეროდ არ დააბრუნოს არაფერი, ანუ მოპედის ღირებულება, ხო? ეს არის, ხო, და ესეთი ნორმებია, ანუ ესე იგი ყველა ნორმა, რომელიც არის ბათილობის ნორმა, ანუ აბათილებს გარიგებას და ერთ მხარეს იცავს იძლევა და უშვებს გამონაკლის სალდოს თეორიიდან, ხო? ეს შეიძლება იყოს მოტყუების გამოშეცილების ნორმა, იძულების გამოშეცილების ნორმა, ესე ვთქვათ, ფსიქიკური აშლილობის მქონე პირის მიერ დადებული გარიგების გაბათილების ნორმა, ანუ ყველა ის ნორმა, რომელიც ერთ მხარეს იცავს და თუ სალდოს თეორია ამ დაცვის მიზანთან მოდის წინააღმდეგობაში, მაშინ არ გამოიყენება ეს ორმხრივი უკუქცევის წესი და შეიძლება ცალმხრივი უკუქცევა, ანუ ამ დაცულმა პირმა, ბათილობის ნორმით დაცულმა პირმა ცალმხრივად წაიღოს თავის შესრულება და სანაცვლოდ არაფერი არ მოიტანოს, არაფერი არ დააბრუნოს. შემდეგი გამონაკლისი ავიღოთ, რომელიც უკვე მოწესრიგებულია 979 მუხლის მეხუთე ნაწილში. ავიღოთ ესეთი შემთხვევა, ბათილია გარიგება ნეიტრალური საფუძვლით, რომელიც არც ერთ მხარეს არ იცავს, ისევ ეს დისენსუსი, ფარული დისენსუსი და ასე იგი ვიყიდე მანქანა ბათილი გარიგების საფუძველზე, ოღონდ არც ერთმა არ ვიცოდით, რა თქმა უნდა, ამიტომ მაშინ საერთოდ გამკაცრებულ პასუხისგებლობაში გადავდივართ და ისედაც არ მოქმედებს სალდოს თეორია. ორივე ვართ მოკლედ კეთილსინდისიერები. ბათილობის საფუძველის არც მე და არც მეორე მხარეს არ გვიცავს, ნეიტრალური ესეთი საფუძველია ზოგადად სამართლის, ესე ვთქვათ, სტაბილურობის და ზოგადი მიზნების დამცველი და ამ მიზნების, ესე ვთქვათ, სამსახურში მყოფი საფუძველია აქ ბათილობის და შემდეგ მანქანა გავაფუჭე, დავლეწე, იმიტომ რომ დროულად ვერ დავამუხრუჭე და ეს ვერ დამუხრუჭება გამოწვეული იყო გამყიდველის ბრალით, ანუ კერძოდ მას უხეში გაუფრთხილებლობით გამორჩა იმის გადამოწმება, რა ქვია, მუხრუჭების მდგომარეობის შემოწმება თავის დროზე და ხო, ნუ მოკლედ ეს მუხრუჭების ეს მდგომარეობა გამოწვეული იყო მეორე მხარის ბრალით და უკვე ჩემთან ამან გამოიწვია ის, რომ რა ქვია, გავანადგურა ეს მანქანა, ხო?
და მე რო გავარკვიე რომ მუხრუჭების გამო დამელეწა ეს მანქანა ეხლა და თან ბათილი იყო ხელშეკრულება დისენსუსის გამო ეხლა მინდა უკუქცევა, მინდა რომ თლიანი ფასი უკან მოვითხოვო და გამყიდველს მოსდის იდეა რომ კი არა გამყიდველი აპროტესტებს ამას მე მგონია მაშინ და ამინაზღაურე მანქანის ღირებულება ნუ გავქვითოთ მანქანა ერთმანეთში ეს ფასი და ღირებულება აგერ სალდოს თეორია ხო სალდოს თეორია, ხო, აქ ხვდებით რომ სალდოს თეორია აქაც არ არის სწორი, სალდოს თეორიის გამოყენება ის რომ მეც ის პრინციპი რომ ვერ დავიბრუნებ თუ არ დავაბრუნებ, ხო? და მეორე მხარესაც აქვს, მიუხედავად ჩემი განმდიდრებისა, იმაზე მითითების უფლება რომ ისე რა ქვია რა, რაც მოგეცის დამიბრუნე ან აქ ხა იმის გამო რომ ორივე რა ქვია პულშია გამოხატული ორივე უკან დაბრუნების მოთხოვნა უნდა გაიქვითოს, ხო? ეს წესი, ეს ორმხრივ უკუქცევის წესი, აქ ხვდებით, რომ ეხლა რაღაც ბოლომდე გამართლებული არ არის, იმიტომ რომ იმ მიზეზით განადგურდა, რაც გამყიდველის პასუხისგებლობის სფეროში იყო და რეალურად ანუ მისი ეს თქვა ვალდებულების პარალელური დარღვევის გამო განადგურდა გასაგებია. ნასყიდობა ბათილია და ვალდებულების დარღვევის გამო ზიანს ვერ ავანაზღაურებ და არც დელექტური მოთხოვნა არ მექნება, მაგრამ მაინც ხომ მისი ესე თქვა ქმედებით არის გამოწვეული და ეხლა აქაც რომ ვერ დავიბრუნოთ სამხრევად რაღაც არასწორია ამაში, ხო? მაგრამ არც პირდაპირ 979-ის მეოთხე ნაწილში დაფიქსირებული გამონაკლისი არ მიესადაგება ამ შემთხვევას, იმიტომ რომ ბათილობის საფუძველი განსხვავებით ამ არასრულწლოვნის შემთხვევისაგან არის არა ერთი მხარის დამცავი ნორმა, კერძოდ ამ ჩემი დამცავი ნორმა, არამედ ესეთი ნეიტრალური საფუძველი, ხო? დისენსუსი მე არ მიცავს იმ შედეგებისაგან, რაც შეიძლება ამ გარიგებას ან მის უკუქცევას მოყვეს, ხო? განსხვავებით არასრულწლოვნის ერთ-ერთი მხარის არასრულწლოვნების გამო გარიგების ბათილობისაგან, ხო? ხო, თან არასწორია, თან პირდაპირ არ ჯდება მეოთხე ნაწილის გამონაკლისში, სალდოს თეორიიდან, ამ სალდოს თეორიის გამოყენება არასწორია და თან არ ჯდება პირდაპირ ამ მეოთხე ნაწილით გათვალისწინებულ გამონაკლისში. მაგრამ საბედნიეროდ მეორე გამონაკლისიც, რაც დაშვებულია გერმანული სასამართლო პრაქტიკის მიერ, ანუ კიდე სხვა გამონაკლისებიც არის, მაგრამ ეს ორი მთავარია, რაც გვიწერია მეოთხე ნაწილში და ეს მეორე გამონაკლისი, რომელიც ასევე დააფიქსირა კიონიგმა და ჩვენს პატიოსნად გადმოვიღეთ, ეს გვიწერა მეხუთე ნაწილში. და მეხუთე ნაწილში წერს რაღაცა, რომ შესრულების საგნის დაღუპვა ან გაფუჭება, რისთვისაც შემსრულებას დაეკისრებოდა პასუხისგებლობა, ხელშეკრულების ნამდვილობის დროს ყოველთვის ათავისუფლებს მიმღებს ანაზღაურების მოვალეობისაგან. ეს ან მარტივი შინაარსია და მარტივად განიმარტება თუ აიხსნება უბრალოდ განმარტებაც არ ჭირდება, რომ აი ამ ჩვენ სიტუაციაში ხელშეკრულება ნამდვილი რო ყოფილიყო და მაშინ დამელეწა ეს მანქანა მუხრუჭების გამართაობის გამო, ხო? ხო, გამყიდველს მოთხოვდი ზიანის ანაზღაურებას ამ თლიანი მანქანის ღირებულების სახით, ხო? იმიტომ რომ ვალდებულება დაარღვია პარალელურად და ჩვეულებრივ მექნებოდა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა 394 მუხლის მიხედვით, რომელიც მოიცავდა მთლიან ზიანს, რაც მომადგა მანქანის განადგურებით, ხო? პოზიტიურ ზიანსაც და თუ მიუღებელი შემოსავალი მექნებოდა ეგეც და ყველაფერს, ხო? აი ეს გადანაწილება, პასუხისგებლობის განაწილება, რაც იარსებებდა ნამდვილი ხელშეკრულების შემთხვევაში, ამ მეხუთე ნაწილს გადმოაქვს კონდიქციურ სიფრთხეში, კონდიქციური უკუქცევის იმაში, რა ქვია, სიფრთხეში და ველში და ამბობს იმას, რომ უშვებს ამის საფუძველზე უпростоრად გამონაკლისს სალდოს თეორიიდან. თუ ნივთის განადგურება ნამდვილი ხელშეკრულების პირობებში იქნებოდა მეორე მხარის პასუხისგებლობაში და მას დაეკისრებოდა ამისთვის ზიანის ანაზღაურება თუ რაც არის პასუხისგებლობის ის თქვა სხვა მექანიზმი, ხო, მაშინ აქაც ვერ მიუთითებს მაგაზე და ვერ მიუთითებს ამ შემთხვევაში სალდოს თეორიაზე, ანუ ვერ იტყვის იმას, რომ სამხრივად არ ვაგებ პასუხს და პასუხის უგება მინდა სალდოს თეორიის პრინციპებს მიხედვით, ანუ რასაც გაგატან ის უნდა დავიბრუნო, ხო? და თუ ვერ მიბრუნებ, მაშინ არც მე არ გიბრუნებ, რაც მივიღე. იმ ნაწილში რასაც ვერ მიბრუნებ, ხო? ეგეთი რაღაცა. არა,
ცალმხრივად წაიღებ ცალმხრივად წამოვიღებ მე ჩემს შესრულებას და სანაცვლოდ არ დავუბრუნებ არაფერს, იმიტომ რომ ეს არ დაბრუნება გამოწვეულია მეორე მხარის ბრალით და იმგვარი მოცემულობით და ისეთ ეს მანქანის განადგურება, რამაც გამოიწვია ვერ დაბრუნება, ნამდვილი ხელშეკრულების პირობებში იქნებოდა მეორე მხარის ზრუნვის და პასუხისგების საგანი და მის პასუხისგებლობის იმას სფეროში ექცეოდა ეს გადანაწილება ინტერესთა და იმის რა ქვია სფეროების პასუხისგებლობის სფეროების გადმოდის კონდიქციურ სამართალში როგორც მეორე კანონში დაფიქსირებული ეს თქვა მეორე ოფიციალური ბრჭყალებში გამონაკლისი სალდოს თეორიიდან რაც პირდაპირ წერია კანონში და რაც სწორია იმიტომ რომ გასაგები ხა გარიგება ბათილი იყო მაგრამ ეს არ ცვლის იმას რომ მეორე მხარის ბრალით არის გამოწვეული მთლიანი ნივთის განადგურება და უნდა დაისაჯოს ამისთვის და ისება იმითი რომ ვერ უცითებ სალდოს თეორიაზე არამედ ცალმხრივად გამოვართმევ ჩემს შესრულებას ანუ ფულს რაც გადავიხადე ამ მანქანაში და თვითონ კი ვერაფერს ვერ გამომართმევს. ეს ყველა გამონაკლისი ეხება რას? ერთ-ერთი წინა პოდკასტის თემა იყო ესე იგი 976 წლის მეორე ნაწილის DQ პუნქტი, ანუ ნორმის დაცვითი მიზანი, ანუ როგორ არ უნდა მივიღოთ ხელშეკრულებით ის შედეგი, რაც მიიღებოდა ნამდვილობისას. სალდოს თეორიის იდეა არის საპირისპირო პირიქით, ფაქტობრივი სინალოგმა არის სწორედ ამაზე აპელირება, რომ მივიღოთ ის შედეგი, რაც ესე ზოგადად და პრინციპების დონეზე რეალურად უახლოვდება სახელშეკრულებო პარადიგმას და ზოგად პარადიგმას და ზოგად შედეგს, რომ ის ფაქტობრივი მოცემულობა, რომ ეს შესრულებები იყო სინალაგმატურად ჩაფიქრებული, გადმოვიტანოთ კონდიქციაში და დაუახლოვოთ კონდიქციის მიერ ეს შესრულების კონდიქციის მიერ უკუქცევის მოდუსი დაუახლოვოთ სახელშეკრულებო პარადიგმას და ის გავითვალისწინოთ ესეთი რაღაცა, ხო? თუმცა რაღაც შემთხვევებში, როგორც თქვა, არასრულწლოვანთა დაცვა, ხო? ისევ იგივე წესი და ისევ იგივე მიზანი რჩება ძალაში, რომ არ მივიღოთ ხელშეკრულების, ანუ დაუშვებელი ხელშეკრულების მაგვარი სიტუაცია და მისი შედეგები, რომ ისე არ გამოვიდეს, რომ არასრულწლოვანს აქ ეხა ნამდვილი გარიგება, უბრალოდ ნამდვილი გარიგების დარი, შედეგები შერჩეს და რეალურად მაინც დაიტვირთოს სამართლებრივი ვალდებულების, ესე ვთქვათ, ფაქტობრივი ექვივალენტი, ანუ იმითი, რომ ნივთი ვეღარ დაიბრუნოს და ნივთი ვეღარ დააბრუნოს და ფული შერჩეს გადახდილი. ეს მეორე კაზუსი რაც იყო, ეს არის პირიქით სალდოს თეორიის გამონაკლისიდან გამონაკლისი. ანუ სალდოს თეორია ამბობს, რომ ორმხრივად უკუქცევა, გამონაკლისი როცა ნორმის ბათილობის ნორმის მიზანი ერთ მხარეს იცავს და აქედან კიდე გამონაკლისი როცა არ იცავს ერთ მხარეს, მაგრამ მაინც არ ხდება ორმხრივად უკუქცევა, იმიტომ რომ ისევ უბრუნდებით სახელშეკრულებო პარადიგმას, იმიტომ რომ ნამდვილი ხელშეკრულების ფარგლებში აგებდა პასუხს ის მხარე, ის კონდიქციის, ის კონდიქციური ურთიერთობის ის მხარე, რომელსაც ახლა უნდა რომ დაიბრუნოს მიუხედავად იმისა, რომ მეორე მხარეს არ აქვს. ეს არ გამოუვა, მეორე მხარე ცალმხრივად წაიღებს გაცემულს და თვითონ არაფერს არ გადასცემს სანაცვლოდ, იმიტომ რომ ისევ სახელშეკრულებო პარადიგმის გადმოტანა. ცოტა სქემატურად რო შევაჯამოთ, ესეთი სურათი იკვრება ამ 979 მუხლის და რა ქვია სისტემატიკისა და სისტემატიკა შეიძლება ესე გადმოიცეს, რომ ამოსავალი წესი რომ მიმღება უნდა დააბრუნოს რაც მიიღო ნატურით, თუ ვერ აბრუნებს უნდა დაანაზღაუროს მის ღირებულება, ეს მეორე ნაწილი უკვე, ოღონდ მესამე ამბობს, ღირებულება მხოლოდ მაშინ, როდესაც ამ ღირებულებით ჯერ კიდე გამდიდრებულია. მაგრამ მე მოდის გამონაკლისები აქედან. სალდოს თეორია ამბობს, რომ ორმხრივი ხელშეკრულების შემთხვევაში არ მოქმედებს ეს ცალმხრივი განმდიდრების წესი, ამ ცალმხრივად იმის თქმის უფლება, რომ არ მაქვს და არ დავაბრუნებ, იმიტომ რომ თუ უნდა რომ დაიბრუნოს, უნდა დააბრუნოს. აქედან გამონაკლისი, როცა შეუძლია მიუხედავად ამისა ცალმხრივად უკუაქციოს, ეს არის, როცა ბათილობის ნორმის მიზანი იცავს. აქედან გამონაკლისი საბოლოო გამონაკლისი ეს მეხუთე ნაწილი არის ის, რომ როდესაც ბათილობის ნორმის მიზანი არ იცავს, მაგრამ მაინც არ ვიყენებ სალდოს თეორიას, იმიტომ რომ ეს იქნებოდა
რა ქვია, შეუსაბამო და იმიტომ ვერ აბრუნებს, რომ რეალის და ის რისკი, რაც სახელშეკრულებულ პასუხისმგებლობის ფარგლებში იქნებოდა მეორე მხარის სატარებლი. ესეთი პინგ-პონგის თამაში ხდება, პინგ-პონგივით ხდება, ანუ სახელშეკრულებულ პარადიგმის გამოყენება, არ გამოყენება შორის. და ეს არის, ვთქვათ, ერთ-ერთი მთავარი ხაზი შესრულების კონდიქციის, რომ როდის შეგვიძლია აპელირება, რომ ხელშეკრულებაში ესე იქნებოდა და ესე იყო განაწილებული ინტერესები და პირიქით, ხო? ამას უკავშირდება კონდიქციის გამორიცხვა 976 მუხლის მეორე ნაწილის დექვე პუნქტით, როდესაც სწორედ არა მარტო უნდა გაბათილდეს გარიგება, ხო, არამედ კონდიქციაც უნდა გამორიცხოს, იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში დადგებოდა იგივე შედეგი, რაც ან თითქმის იგივე, რაც ხელშეკრულების ნამდვილობისას, ხო? სალდოს თეორია ამის, ანუ ეს არ არის გამორიცხვა კონდიქციის, ეს არის შესაგებელი, ანუ თუ ესე ვთქვათ, კონდიქციის მოვალე ხმას არ იღებს პროცესს და არ აპელირებს სალდოს თეორიაზე, მაშინ არც მოქმედებს, ხო, ის დექვე პუნქტი მოქმედებს. ავტომატურად მოსამართლემ თავისი ინიციატივით უნდა შეამოწმოს, სალდოს თეორია იძლევა შესაგებელს კონდიქციური პასუხისმგებლობის ფარგლების ნაწილში, ანუ არა წინაპირობების გამორიცხავი არის, ეს არის ფარგლების შემამცირებელი ან ნულამდე დამყვანი, იგივე შედეგია, თუ ნულია კონდიქციური პასუხისმგებლობის ოდენობა, მაშინ გასაგებია, რომ ხო, იგივე ხდება, რაც თავიდანვე გამორიცხული ყოფილიყო კონდიქცია. ხო, და ესე იგი ეს სალდოს თეორია არის პირიქით ხელშეკრულებაზე აპელირება და სახელშეკრულებო ინტერესთა გადანაწილების გადმოტანა კონდიქციაში, თუმცა მე თვითონ რაღაც შემთხვევებში ესეც უსამართლო შედეგს იძლევა და პირიქით არ აპელირება გვჭირდება და მისი გამორიცხვა გვჭირდება, როგორც არის თქვათ, ეს ბათილობის ნორმის მიზანი. ანუ ბათილობის ნორმის მიზანი სალდოს თეორიის ნაწილში და იმის როგორც კონდიქციის ბლოკი 976-ის მეორეს დექვე პუნქტის მიხედვით ძალიან ჰგავს ერთმანეთს. ორივე შემთხვევაში არის მისი მიზანია, რომ ჩაიშალოს და არ მოხდეს იმ შედეგის მიღება და გამოწვევა, რაც დაუახლოვდებოდა ხელშეკრულების ნამდვილობის შემთხვევაში დასახულ მიზანს.